არა მათ გონებაზე ზემოქმედებენ იმდენად, რამდენადაც მათ ემოციას. და აი დღესაც ჩვენ ასეთები ვართ ხო, რომ ჩვენ ყველაზე დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს თავზე და გონია რომ მე არ მოვთხოვდები, მაგრამ ზუსტადაც როდესაც ემოციურ საკითხებს წამოწევენ წინა პლანზე, ასე თქვათ, ხო? მაშინ უკვე რაციონალური ნიჭი და უნარი მეორე ხარისხოვანი ხდება და განათლებული ადამიანიც კი ამ ემოციებზე წამოეგება ხოლმე. იმიტომ რომ ნერგავენ რას? შიშს. როცა შიშს ნერგავენ, შიში იმდენად ძლიერი ემოცია არის, რომ გიკარგავს რაციონალური აზროვნების უნარს. ნერგავენ სიძულვილს. სიძულვილიც ანალოგიურია, როდესაც გული ბოროტებით გაქვს სავსე, უკვე აღარ გაინტერესებს ის ადამიანი, ვის მიმართაც სიძულვილი გაგიჩნდა, რას ამბობს, რას აკეთებს. მისი ყველაფერი, აი სულ მცირეოდენიც კი, თუნდაც კეთილი საქმე ბოროტად გეჩვენება. იმიტომ რომ ნდობა გაქვს დაკარგული. და აი ამ სიძულვილის კვება ხდება. არ გვინერგავენ რაღაც იმედს, რომელიც რეალურად ხელმოსაჭიდი არ არის. და აი ამ ემოციებით მართავენ მერე საზოგადოებას და ეს დიდი ხანი არის ასე ხდება. და ჩვენს ქვეყანაშიც ასე არის. მაგრამ ამას დანახვა უნდა. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ.